მიშოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ მასწავლებლებმა ტურიზმის დეპარტამენტის სტუდენტებს გაცილება მოუწყვეს. ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში სასწავლებლად 4 სტუდენტი გაემგზავრება. ტურიზმის ფაკულტეტმა პროექტის ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება განხორციელების პირველი ეტაპი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა 45 სტუდენტმა მიიღო. ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორებმა ტესტირებისა და გასაუბრების გზით მათგან 3 სტუდენტი შეერჩიეს. ისინი ერთწლიანი პროგრამით ნორვეგიაში გაემგზავრებიან, ხოლო კიდევ 1 სტუდენტი მაგისტრატურაში ეკოლოგიის სპეციალობით 2 წლიანი პროგრამით ისწავლის. ამ პროექტით ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობაზე ყოველწლიურად ტურიზმის ფაკულტეტის 3 სტუდენტის ერთწლიანი სწავლება და პროფესორ მასწავლებლების სტაჟირებაა გათვალისწინებული. ტურიზმის ინდუსტრია მძლავრად იკიდებს ფეხს ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში და კვალიფიციური კადრების აღზრდა განსაკუთრებით საერთაშორისო ევროპული გამოცდილების მქონე სპეციალისტებით ჩვენი რეგიონის უზრუნველყოფა ფიქრობ, რომ ხელშეუწყობს ტურიზმის შემდგომ განვითარებას საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი ჩემთვის, ჩემი მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი ის. იყო ძალზედ კარგი კონკურენცია, ძნელი იყო მიუხედავად ამისა გამარჯვება. ძალიან ყოფილა რომ მივიდივარ საზღვარგარეთ, მივიღებ ევროპულ განათლებას, აუცილებლად წარმოვიდგინე საკუთარ თავს და მინდა წარმატება უსურვო ყველა იმ სტუდენტს, რომელიც მომავალში გაემგზავრება.